ვინ არის აპოგეა, საერთოდ რა ხდება, ეს არის პატარა პრობლემა. ქოცმა გივი შექმნა შპს აპოგეა. კი, აპოგეა არ მოგესმათ. აპოგეა დამიძახეთ. ეს ის აპოგეა არის, აი ერთპიროვნულად რომ მოაწერა ხელი თუ გახსოვთ ეს ამბავი, ანუ ხელის მოწერის მაგურად გივიმ იქიდან გამომდინარე რომ მარტო თვითონ არის ამ კომპანიაში, ხელის მოსაწერ გრაფაში ჩაწერა ერთპიროვნულად. ესე მოაწერა ხელი. თქვენი მეილი მომეცით. დაიწერეთ ლამაზუკა ძაღლუკა mail.ru. გივი არის ჩოხატაურში ქოცების საკრებულოს დეპუტატის ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ძმა. ეს ამბავი გქონდა ჩვენ ამ ფირმასთან შპს-სთან დაკავშირებით და 300,000 ლარი იყო გამოყოფილი. სტიქია რომ მორჩა მარტში არანაირი თოვლი რო აღარ იყო. აი ამ შპს-ს გაუფორმეს ხელშეკრულება 300,000 ლარით რაღაცა არასებული თოვლთან საბრძოლოა და მაშინ ან სხვადასხვა ტელევიზორმა გააშუქა ეს ამბავი და შეუწყვიტეს ეს ხელშეკრულება. ჩავყევი ამ ამბავს და აღმოაჩინე რომ ქოცგივის 300,000 მარტო შეუწყვიტეს კი არა 2 მილიონი ლარი აქვს აღებული ბიუჯეტიდან. ანუ მინდა რომ კარგად წარმოიდგინოთ ჩოხატაური, სადაც ცხოვრობს 17,000 ადამიანი და 17,000 ადამიანი და 11,000 ადამიანი არის სოციალურად დაუცველთა ბაზაში ოფიციალურად. ანუ უკიდურესად გაღარიბებულ რაიონზე, უკიდურესად გაღარიბებულ ხალხზე ვსაუბრობ.